მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს და დღეს ჩემი სტუმარი არის ნიკა აბაშიძე. ხო, ცოტა უცნაურია საკუთარი ძმა რო ყავს სტუმრად პოდკასტში. დღევანდელ ვიდეოშიც რა თქმა უნდა იქნება გათამაშება ნიკა და სოს კითხვას, ამიტომ სანამ დავიწყებთ არხი გამოიწერეთ აუცილებლად და დააკვირდით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ YouTube არხზე პოსტის სახით ვდებთ გამარჯვებულის ვინაობას და არ გამოგჩნდეთ, შეიძლება თქვენ იყოთ ის გამარჯვებული, ვინც 50 ლიტრ საწვავს მოიგებს. მოდი, იცი რა არის? შენ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არ ვიცი, ერთ-ერთი პირველი ხარ, რო არ თქვა ხა ერთადერთი ხარ მეთქი და პირველი ხარ, თქო, ერთ-ერთი პირველი ხარ, ვინც ავტობლოგერობა დაიწყე. პირველი ვარ 2015 წლიდან. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არავინ არის პირველი, თავარია ვინ რას აკეთებს. ვინ რას აკეთებს? კი ბატონო, პირველი ხარ 2015 წლიდან. 16-დან მაპატია, 2016 წლის მარტიდან. გაუშვათ ეს სტუმარი. მოდით. 2016-დან დაიწყე ავტობლოგერობა. სტუმარი მომიყვანე და არ მომზადებულ ხარ, ანუ ის არიცი როდიდან დავიწყე, ხო? ნიკა, შენი ასაკიც არ მახსოვს მე. ძალიან ხშირად გვაქვს მოსმენილი შენი ისტორიები, რატო გიყვარს მანქანები, როდიდან გიყვარს კლარკსონი რო ნახე რა უთხარი და ასე შემდეგ. ესენი ყველაფერი ვიცით. ამიტომ მე ცოტა სხვა კითხვები მაქვს ახლა. აი ძალიან სწორი მიდგომაა. იმიტომ რომ გადაღეჭილია უკვე ეს თემები ყველა. კი, ძმამ მასწავლა. რომელია ის მანქანა, რომელმაც ტესტ-დრაივის დროს ყველაზე მეტად გაგაოცა? აი, ჩემი დაცუნი. შენი დაცუნია? რატო? GM ტუნინგმა რო აწყო, გაბელამ ისეთი მაგარი მანქანა გამოვიდა. ანუ აწყობის მერე გაგაოცა. ხო, იმ დღეს ვიყავი შეკრებაზე რა და შეკრებაზე იყო Ferrari, ახალი რაც არის ყველა, Lamborghini, ახალი რაც არის ყველა, Revuelto's დაჟე და ჩემი მანქანა. და მაშინ ვფიქრობდი, რომ Revuelto's გარდა ყველა მყავს ნატარები, მაშინ ვფიქრობდი, რომ ფული რო არ არსებობდეს, ყველაზე მაგარი მანქანა იქნებოდა ჩემი. ისენი იმიტომ რომ ეს 9 მილიონი იღეს და ეს რაღაცა 100,000-მდე დაჯდა რა და ყველაზე მაგარი იქნებოდა ჩემი. იმდენად მაგარი მანქანა. გადაფარა ყველაფერი ვაფშე. და მეორე იყო Mercedes E500. Mercedes? Mercedes E500 და მესამე Cobra. Cobra მესამე ადგილზეა დაჟე? ანუ გაოცების თვალსაზრისით ხო, იმიტომ რომ Mercedes E500 იმდენად დახვეწილია, იმდენად, აი BMW და Mercedes-ი თუ ოდესმე მართლა იკამათებენ, BMW რო დაალაგოს ყველაფერი ის, რომ ომის პერიოდში ძრავებში პირველი ადგილი აიღეს, პრიზები აიღეს, გამოფენები მოიგეს, რაღაცეები, მერე მსოფლიოში საუკეთესო მოტოციკლეტებს რო უშვებენ და კი, მსოფლიოში საუკეთესო მოტოციკლეტებს BMW უშვებს და ამაზე კამათიც არ შეიძლება, ეგეც რო იმას დაალაგონ, მერე რა ვიცი, ახალი M4-ები და ისინი ყველაფერი რო დადონ, თავისი 30-36 ყველაფერი Mercedes-ი გამო E500 დადებს და მორჩება ლაპარაკი. ხო, არ ვიცი, გავტესტა ერთი მაგ-მანქანას მაინტერესებს ასეთი რა არის. მაშინ ხარ რომელი იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება? მანქანები რაც ვატარე? ყველაზე დიდი იმედგაცრუება. აგაზე არ მიფიქრია სხვათა შორის. და უნდა დავფიქრდე ახლა მაშინ რა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება რომელი იყო? 34-35. ზუსტად ვიცოდი რომ მაგას იტყოდი. იმიტომ რომ მამას რო ყავდა, მაგრამ მევასება ეგ მოდელი რა, სულ მევასებოდა და 540 რო ვატარე რაღაცა, ნუ ოკეი, არ მოველოდი. ანუ იმედგაცრუებას იცი რას გულისხმობ, რომ არ მოველოდი, 540-დან არ მოვითხოდი რამე განსაკუთრებით, მაგრამ 34 M5 იმდენად დიდი მოლოდინები ქონა შექმნილი, რომ ეგ რო არ იყო, აი ძალიან აქ ქონდა მოლოდინები. განა ცუდი მანქანა, უბრალოდ მე მქონდა მოლოდინები ძალიან მაღლა. აი 39 M5, 34 M5-ზე დგას 10 თავით მაღლა. შეიძლება 20-იც. აი ზღაპარი მანქანაა და ეს არა. დაკიდება მაგას სტოქს, დაკიდება მაგას ისეთი არა აქვს, რომ სპორტული იყოს რაღაცა, გაზის აჩქარება ისეთი არა, აი რო დაადგავდა რესპონსი რომ მოდის ეგეთ ისეთი არა აქვს, რომ რაღაცა ვაუ თქვა და ასე შემდეგ რა. უბრალოდ თავის დროზე გაჰაიპდა, იმიტომ რომ სხვა მეტი არაფერი არ ვიცოდით რა და მამამ რო იყიდა, იმის მერე რომ შემიყვარდა ეგ მანქანა და სუნი რომ მახსოვს, მაგის გამო ძალიან დიდი ემოციები მქონდა, მაგრამ როგორც რაციონალურად რო შევხედოთ არა. კი, მაგაში გეთანხმებ. კიდე მაინტერესებს რომელი ვიდეოს გადაღება გაგიჭირდა? რომელი ვიდეოს გადაღება იყო ყველაზე რთული შენს არხზე? ყველაზე რთული? რა ვიდეოს გადაღება რთული როგორ უნდა იყოს ვიდეოს იღებ რა ყველაზე ზარმაცების და მარტივი საქმეა იუთუბერობა მე თუ ვკითხავ რა ძალიან მარტივი არის არავინ არ გებრძვის იმენა მიდი ხარ რაღაც შენ მანქანას იღებ რაღაცას იღებ და რაღაც სასაცილო სამხიარო პრობლემებს ხვდები რა გზადაგს ხო მაგრამ ხო არის ხოლმე მომენტები რომ აი ლოტოსზე მაგალითად ჩავედით გადავიღეთ მორჩით გადაღებას და ქარი იყო ძალიან და გოგამ ჩიპს დააჭირა ეს თითი ამოხდა და გაიქცა ჩიპი და დავკარგეთ ყველაფერი და გამოვშტერდი იმენ აი გამოვშტერდი
და წავით თავი დაგახეთ ყველაფერი ისე. ანუ სირთულედ არაფერი არ მიგაჩნია, რაც გადაიღე რა. სირთული რავი, ანუ პრობლემები გექნება, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი ამბავია რა, სად ახლა. არა, ხო, მაგრამ ხო იყო შეიძლება ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც გინდა რომ იდეალური გამოვიდეს იმ კონკრეტულ მანქანაზე, იმიტომ რომ თუნდაც იმ კონკრეტული მანქანის ვერც სიმპათია გაქვს. რა, ისა, როგორ არის იცი? აი რა პრობლემა უნდა შეიქმნას YouTube-ის გადაღებისას? დიდი მანქანა დაამტყიო. აი რა პრობლემა უნდა შეიქმნას? ჩაწერე ხმა წაგეშალა, აი რა ის პრობლემაა, ანუ აი ჩაულები ხმა წაგეშალა, ადი ჩაწერე კიდე თავიდან, რა უყვა. გასაგები. რა ვიცი, ხო შენ ცხოვრებაზე ეგ არ მოქმედებს, რაღაცა საშინელებას ეგ არ დაგმართებს, რა ვიცი. რანაირად აღვიქვა ეგ სერიოზულ პრობლემად. ძალიან მარტივი მხიარული საქმეა. კაი, მაშინ ხა ეს მითხარი. არის თუ არა რომელიმე ვიდეო, რისი გამოქვეყნებაც ინანე. არ მახსენდება ეგეთი არაფერი რა. ალბათ იცი როგორი ვიდეოები, რაშიც რაც პროსტა იმიტომ გადავიღე, რომ თვეში 4 ვიდეო უნდა დამედო და მოვალეობის მოხდის მიზნით გადავიღე. ალბათ ეგეთი რაღაცეა. რო გითხრა რამე ამის გამოქვეყნება ვინანე თქო? არა. კაი. ავტოინდუსტრიაზე მითხარი, მაშინ საით წავიდა, რეგრესისკენ თუ პროგრესისკენ? რეგრესისკენ. რატო წავიდა? რატო წავიდა და იმიტომ წავიდა, რომ ადამიანებს უნდათ ვიზუალი და გარედან და შიგნიდან რა არის? ანუ, ნახე, საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი, როდესაც მანქანაზე ჯდება, ვერ ხვდება ის კარგია თუ ცუდი. ის ხვდება გარედან როგორ ჩანს. და შესაბამისად, აღარც ითხოვს მანქანისგან რომ რაღაც იყოს და შესაბამისად ავტოინდუსტრიაც წავიდა იმისკენ რომ ვიზუალურად იყოს კარგი და დანარჩენი იყოს ნაგავი. თორემ, როგორ შეიძლება 1990 წელს დაპროექტებული Mercedes 500 ჯობდეს ყველაფერს რაც გამოდის დღეს. რანაირად შეიძლება? აი ეგეთი რაღაცა როგორ არის შესაძლებელი, რომ დრო რო გადის საკუთარ შესწავლებზე ხო უნდა ისწავლო ადამიანმა. და თუ გინდა რომ უკეთესი მანქანა გააკეთო ინჟინრულად, დროთა განმავლობაში დახვეწ და ისე მანამდე თუ ხვეწდნენ, მე რა მოხდა ხო? მოხდა ის, რომ მარკეტინგზე გადავიდა ყველაფერი და მანქანას ქმნიან მარკეტერები და არა ინჟინრები დღესდღეობით. ადრე ინჟინრები ქმნიდნენ მანქანას და მერე მარკეტერები ცდილობდნენ რომ ეს გაეყიდათ და ბუღალტრები ითვლიდნენ თუ რა ფასი უნდა ქონოდა. დღეს კონკურენციიდან გამომდინარე, ზოგს გონია რომ კონკურენცია კარგია, მაგრამ სინამდვილეში კონკურენცია კარგია რაღაც დონემდე. მერე ცუდია. დღეს კონკურენციიდან გამომდინარე, დიზაინერები ხატავენ, ფინანსისტები ითვლიან რამდენი უნდა ღირდეს და მაგის მიხედვით ინჟინრები ქმნიან. და ამ პირიქით შემოტრიალებულმა პროცესმა ისე გააფუჭა ეს ყველა, ინჟინერიას უწევს ეკონომია. და ინჟინერიას რო უწევს ეკონომია, იმდენად გააფუჭა ეს ყველაფერი, რომ როგორც პროდუქტი მანქანა გაფუჭდა. მაგიტომაც არის, რომ აი ხა მაგალითად რა, ბევრი მეკითხება ხოლმე, რომ აი ეს ახალ მანქანას რატო არ ყიდულობთ და რაღაცა. ახალ მანქანას ვიყიდე, ეს ტაშტი რაც ხავს მაგი რა. და ის ეხა სედანად რომ მინდოდეს ახალ Mercedes, სულ ახალ Mercedes მე მირჩევნია წავალ და ვიყიდი 124-ს, ან ვიყიდი 200-ს და ვივლი იმითი. იმიტომ რომ უკეთესად დადის, უფრო კარგი ხმის იზოლაცია აქვს, უფრო კომფორტულია, ნაკლებად ჭრიჭინებს და ის დიდი მონიტორი საერთოდ არაფერში არ მჭირდება რა. მონიტორი ოფისში მეყოფა ესე სამსახს უყურებ ყოველდღე აი ხარი. ანუ გამოდის რომ მანქანა როგორც ნივთი, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა და მას პროდუქტი უფრო გამოიწვია. გამოდის რომ საჭიროებებიდან საბაზრო კონკურენციის საჭიროებებიდან შექმნილი პროდუქტი არ არის ისეთი კარგი, როგორც ინჟინრული საჭიროებებიდან შექმნილი პროდუქტი რა. ადრე თუ ფიქრობდნენ რომ მოდი ჩვენ გავაკეთებთ მაგარ მანქანას და გავყიდით, ახლა ფიქრობენ რომ უნდა გავაკეთოთ ისეთი მანქანა რომელიც გაიყიდება. და რომ გაიყიდოს, უნდა ვაჯობო მაგალითად იმ ბრენდს რა, სიტყვაზე რომელიც ჩემს მანქანას, აი ძალიან მარტივ რაღაცას აგიხსნი რა, ეხლა უყურე. ადრე მაგალითად იმის გამო რომ არ იყო კომპიუტერები და მონიტორები მანქანაში და ეს უამრავი სენსორი, კარგი მანქანა განისაზღვრებოდა იმით, თუ რომელი იყო უფრო გამძლე და უფრო კომფორტული სამართავი. დღესდღეობით კარგი მანქანა განისაზღვრება იმით, რომელს უფრო კარგი მაჩვენებლები უწერია გასაყიდ შაბლონზე. ყიდველის ტვინი შეიძლება ადრე გასაყიდ შაბლონზე წერდნენ რას? წერდნენ იმას, რომ ამ მანქანას აქვს კონდენსიონერი, 4 კარიანია ან 2 კარიანია
და მართვისას თავს გაგრძნობინებთ როგორც ბრბოლეს ან რაღაცა ეგეც რა ხო ხდები და მაგაზე აკეთებდნენ აქცენტს. იმიტომ რომ თავარი რაღაც რითიც კონკურენტისგან განსხვავდებოდი ან კონკურენციას უწევდი, იყო ინჟინერია. და დღეს, როდესაც მანქანა დგას გასაყიდად, იქ ის აღარ წერია მართვისას რას გაგრძნობინებს, იქ წერია რომ ამ მანქანას აქვს მოძრაობის სენსორი, აღიქვამს სხვა მანქანებს, აქვს მულტიმედია, YouTube-ის ჩართვა შეგიძლია და ასე შემდეგ. ანუ ადრე თუ მანქანის მთავარი დანიშნულება რაც არის მაგაზე აკეთებდნენ აქცენტს გასაყიდად, დღეს აკეთებენ ფიჩერებზე. ანუ მანქანის მთავარი დანიშნულება არის რომ იაროს, ხო? კომფორტულად იაროს. ან სწრაფად იაროს, ან სპორტულად იაროს. და ესენი მაგაზე საერთოდ აქცენტს აღარ აკეთებენ და აკეთებენ იმაზე თუ რამდენად კარგად ხედავს იქიდან მომავალ მანქანას უნთია თუ არა ციმციმა. და რამდენად კარგად გაჩვენებს ამას მონიტორზე და რომელს უფრო დიდი მონიტორი აქვს რა. და დაახლოებით ეგეთი რაღაცა მოხდა. მაქსიმალურად მარტივად რო ახსნათ. რამაც გამოიწვია ავტომობილის მთავარის დეგრადაცია ინჟინერიის და განვითარება ისეთი რაღაცეების, რომელიც ავტომობილში მთავარი არ არის. და შესაბამისად Mercedes-ი თავის 100 წლიანი გამოცდილებით კონკურენციაში შევიდა ჩინურ ავტომობილთან, რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება, იმაში, რასაც კარგად რომ გააკეთო, არ ჭირდება 100 წელი. აჰა, გასაგებია. მიხვდი? ანუ ჩინური ავტომობილი გამოვიდა, სენსორები ისედაც ჩინეთში მზადდებოდა ყველაფერი ჩაყარა მანქანაში და აღარავინ აღარ უყურებს Mercedes-ი რამდენად კარგად იმართება. იმიტომ რომ ყველას უნდა ეს ხალხი მაგას ვერ ხვდება. იმიტომ რომ მასა ლოგიკურად არ აზროვნებს, მასა აზროვნებს აღქმებით. და შეხედა და ის უფრო cool არის. აი ტიპი რა უყიდულოს მანქანას ასაკეთებს, ხო? შეხედავს ფურცელს, ამას უფრო მეტი რაღაცა უწერია, ამას ნაკლები უწერია. всё, ვიყიდი ამას რა. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. ასე რომ კარგი მანქანები აღარ იგებენ დღესდღეობით გაყიდვას, იგებენ უკეთესი ფიჩერის მქონე ავტომობილები. და შეიძლება ითქვას, რომ სუპერქარები რაც დღეს გვაყავს, Pagani Koenigseggi და ასეთ შემდეგ. ანუ რაღაცნაირად ესე დაიყო სამყარო, რომ ეს სუპერქარება შეითავზეს ის ფუნქცია, რომ აი ადამიანს ეს ინჟინერია რაც არის, ეს აგრძნობინოს მანქანის და დანარჩენი ყველაფერი გახდა მას პროდუქტი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გადანაწილდა რაღაცა? არ არის მასე. ნახე, სუპერქარები ძირითადად ბრენდებისთვის არის იმის ჩვენება თუ მაქსიმუმი შეუძლიათ რომ გააკეთონ. მაგრამ თანამედროვე სუპერქარები იმდენად გაძეძგილია ტექნოლოგიით, აი მაგალითად Revuelto, რომელიც Lamborghini-ის რაღაც ზღაპარია რო შევხედე რა, 1018 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ 1018 ცხენის ძალა აქვს ელექტროძრავების ხარჯზე. თორემ მის V12-ს აქვს 600 რაღაცა ცხენის ძალა. მიხვდი? ახლა ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ რაჭკვიანურად გააკეთესო რა, ამ ელექტროძრავების გამო შეიძლება მე ხიდი ისეთი აღარ ჭირდება რაღაც და უფრო უკეთესად ხდება თორქების გადანაწილება ცალკეულ საბურავებზე, მაგრამ ელექტროძრავებს ჭირდება ელემენტები, რაც მძიმეა. და შანსი არ არის ეგ მანქანა ისეთივე მოქნილი იყოს მოსახვევში, როგორც მაგალითად აი სესტო ელემენტო რო გიდოს უკან რა. ხო ხდება, აი მაგის პონტი არ არის, ფიზიკას ვერაფერს ვერ უზამ. და რატო არ გააკეთეს მხოლოდ შედაწვის? იმიტომ რომ ევროპარლამენტის კორუმპირებული ესეთი რა ქვია პარლამენტარები იძახიან რომ ბუნებას აფუჭებს ავტომობილები და ჩვენ უნდა ვიაროთ ელექტრო ძრავებით, ანუ კორუმპირებული თუ არ არის ეგეთი იდიოტობას რატო იძახის აბა, ჩვენ უნდა ვიაროთ ელექტრო ძრავებით რომ გადავარჩინოთ სამყარო, რომ დავტოვოთ ადგილი იმისთვის ირანისთვის და ამერიკისთვის რომ ისროლო ბომბები რომ იმათი დაბინძურება ჩვენი ძრავებით ემასთან გავანეიტრათ, ჩვენი ელექტრო ძრავებით გავანეიტრათ. მაგრამ ამ ყველაფერში ირონია და სასაცილო ისაა რომ ეს ელემენტები, რაც ავტომობილშია, იმდენად აბინძურებს გარემოს და არამოხმარებისას, უტილიზაციის დროს, რომელიც ვერ ხდება, იმდენად აბინძურებს გარემოს, რომ ბევრად უფრო ბინძურია, ვიდრე ესა რა ქვია, მანქანის. ეს დაახლოებით რას გავს, იცი, რომ Nestle-მ მაგალითად დავაწააგო ძალიან დიდი, რომ სამხრეთ აფრიკაში ბავშვები დახოცა. რითი? Nestle-მ გამოუშვა ერთჯერადი ესენი საჭმელი ხელოვნური კვება ბავშვებისთვის და სამხრეთ აფრიკაში კი არა და ბოდიში, აფრიკაში. სამხრეთ აფრიკა რატო თქვი არ ვიცი. აფრიკაში გამოუშვა ეს საჭმელი რო ჩაიტანა აფრიკაში და მოისყიდა ექიმები, ფულს უხდიდა, რომ ექიმებს ეთქვათ მშობლებისთვის, რომ ძუძუთი კვებას ეს ხელოვნური კვება ჯობია. ამის გამო
მილიონობით ბავშვი დაიღუპა აფრიკაში. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ამაზე ნესტლეს სასამართლო აქვს წაგებული და ჯარიმა აქვს გადახდილი. დადასტურებული ფაქტია. და როგორც მაშინ ახლა ისხდნენ და დღეს რო ახლა ელექტრომობილის ენთუზიასტები რო იძახიან, რომ აი სუფთაა და რაღაცეები და როგორნიათ რო ჭკვიანები არიან, მასე ისხდნენ ვიღაცა ტიპები და თავი ძალიან ჭკვიანები ეგონათ და იძახდნენ, რომ ძუძუთი კვებას ეს ლაბორატორიაში გამოყვანილი კვება ჯობია, იმიტომ რომ უფრო გასუფთავებულია. ძუძუზე მშობელი რა სჭამს, რა იცი და რას და ასე შემდეგ. მასე ისხდნენ მაშინ და ეგ გენიოსები ბავშვებს ხოცავდნენ. იმითი რომ იძახდნენ, რომ ხელოვნური კვება ძუძუთი კვებას ჯობია. აი ესე არის ახლა დღესაც, იმიტომ რომ ვიღაცას დაჭირდა დიდი ალბათობით ჩინეთს, იმიტომ რომ კობალტის ყველაზე დიდი მარაგი ჩინეთს აქვს, დაჭირდა რომ ელექტრომობილები გაიქაჩოს და დააფინანსა ეს ყველაფერი და ამ რეგულაციებისკენ მივდივართ. და როგორც მაშინ რა ქვია, დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდა, მაშინ მუშების სიკვდილიანობა დამალეს და მე ევროპარლამენტარები დაიჭირეს და 50 მილიონი ქეში უპოვეს ზოგს. რაც დოჰას სახელმწიფომ გადაუხადა მოსყიდვისთვის, რომ დაემალოთ, რომ ინდოელები რო ჩაყავდათ ისინი იხოცებოდნენ არა ადამიანურ შრომაში. დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდება ახლა აქაც. და შენი აზრით ეს ელექტრომანქანების თემას აქვს მომავალი? არა, შანსი არ არის. თუ ესე გაგრძელდა, მაგის პონტი არ არის. იმიტომ რომ იმდენად ავინძურებს გარემოს ეს უტილიზაცია ელექტრობატარეების და იმდენად არაპრაქტიკულია, რომ დღეს რო ყველა ავტომობილი ელექტროზე გადაიყვანო, ხვალ უკვე დენი აღარ გვექნება, იმიტომ რომ ვერ გაუძლებს ეს დათვლილია, ჩემი მოგონილი არ არის, ვერ გაუძლებს სოფლიო ენერგომომარაგება და დაწვევა. მაგის შანსი არ არის. თუ ელექტრომობილები გარდაიქმნა ისე, რომ ბატარეები გახდა მსუბუქი და უტილიზირებადი, მაშინ შეიძლება. მაგრამ თუ არა, სადამდეც ჩინეთს ან კობალტის მომპოვებელ რომელიმე სხვა კომპანიას თუ სახელმწიფოს ჭირდება ამას გაკაჩავს, მე გადააგდები. სადამდეც იშოვიან ფულს იშოვიან და მე ხო რა, ეგ არის და თან საინტერესო ისაა, რომ ჩინურმა ბრენდებმა უკვე, აი მაგალითად ზიკრი რომ მარტო ელექტრომობილებს უშვებდა, დაიწყო ჰიბრიდების გამოშვება, იმდენად არაპრაქტიკულია ელექტრომობილი. მხოლოდ პატარა სახელმწიფოებში ახერხებენ გადაყვანას ელექტრომობილებზე, როგორც არის მაგალითად შვედეთი, კოპენჰაგენი და ეგეთი ისინი, იმიტომ რომ იქ ეგ არის როგორც სახელმწიფო, ხალხი უყურებს და მისაბაძი სახელმწიფოებია და დიდ ფულს ასხავენ ძალიან, რომ და თან პატარა როა ინფრასტრუქტურის მოწყობა უკეთესად შეიძლება და გადაყვანადია რა. დიდ ფულს ასხავენ, თორე ახლა ამერიკაში ვერ გადაიყვან, წარმოიდგინე, ტიპს აქვს გასავლელი რაღაც 5000 მილი უდაბნოში, უდაბნოში სატენს ვიგაიკეთებს რა, ვერ გააკეთებ რა. მაგის შანსი არ არის. და ბენზინს წაიღებ, ელექტრომობილს ვერ წაიღებ. კაია. კაია ეგ თუ ელექტრომობილების ის მორჩება. ხო, კი. მე მგონია რომ წყალბადია მომავალი რა. ხო, წყალბადის მანქანები სხვა შორის საფრანგეთში ბევრი დადიოდა. კი. უბრალოდ მე როგორც ვიცი, მაგაცა ჯერის პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, უფრო ფეთქებადია. ფეთქი არ არის ფეთქებადი ეგენი, როგორც მე ვიცი, მაგრამ თავს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ეგრე დეტალურად არ ვიცი, არ ვარ მაგაზე ესე არ ჩაღრმავები ვარ, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე როგორც ვიცი, ეგ სისტემა, რომელსაც მანქანები იყენებენ, ფეთქებადი არ არის. ოკეი. კაი, მაშინ ახლა მითხარი, რომელი არის მანქანა, რომელსაც შენი აზრით ყველაზე დიდი ჰაიპი აქვს, მაგრამ ეგეთი არ არის. E34 M5. ისევე. და Supra. Supra ხო? ხო, E34 M5-ზე რატო არ დამეთახმე? BMW-შნიკი რო ხარ. ნახე, მე ჩემთვის E34 M5-ს უფრო აქ რაღაცა ღირებულებები. აურა, მეტი არაფერი. აურაც თუნდაც აი როგორ რაღაცა ის შეიძლება E34 M5 სპორტლობა არ მოთხოვო, მაგრამ იმ დროისთვის გადასაადგილებლად კომფორტული საშუალება იყო რა. 200 არსებობდა, მაგრამ 140 არსებობდა მაგას და 124. ახაც არსებობს Mercedes-ები, მაგრამ მაინც მოგვწევს ხალხს BMW-ები, იგივე თემა არის ეგეც. კომფორტულს თუ იძახი. კომფორტული 124-თან შედარებით E34 ვერ არის. შედარებით კი ბატონო, მაგრამ ახლა Supra-მ რა გააკეთა, Supra-მ გამოუშვა მანქანა, რომელსაც აქ ის რა ქვია, ჯეთის სალონი, გარედან შეხედავ სრულიად უცხო ვიზუალი აქვს, სპორტულია მთელი, მაგრამ ანუ ყველაფერი ის რაც ინჟინერიასთან კავშირში არ არის, რაც თანამედროვეობაში ხდება. მე მანქანებისგან ვითხოვ ინჟინერიას. ხო, ანუ ყველაფერს ვერ იღებდი, რასაც არა იმას რომ გამყიდოს ქუჩაში რო გავა რა, რომ აი ნახეთ შევხედეთ რა მაგარი ვარ, აი მაგას არ ვითხოვ.
ხშირად აფასებენ ხოლმე რომ მაგარი მანქანაა, ყველა შენ გიყურებს რა და არასოდეს მანქანა ეგრეა შეფასებია რომ ყველა მე მიყურებს. ანუ ეგ დაახლოებით იგივეა რომ ცოლი, იმიტომ მოიყვანა რომ ყველა შენ გიყუროს რა და ეგეთი ფაიტონით რო გამოხვიდე შენ შევხედავს ყველა. ხო, ეგეთი ტიპები ძირითადად ცუდა დამთავრებენ ხოლმე მერე რა. მე მინდა კარგი მანქანა, რომელიც ვიბლი მომეწონება. კაი, მაშინ ახლა მითხარი რომელი ბრენდია ძალიან გადაფასებული overrated? Tesla. დღე მე აღარ მგონია რომ Tesla უკვე გადაფასებულია, იცი? კი, ძალიან გაუფუჭდა სახელი. სხვათა შორის Tesla ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ამბები ატყდა, რომ გაკოტრებისკენ მიდიოდა და ილონა, აი, რამდენადაც ილონა მევასება, როგორც ბიზნესმენი, იმდენად არ მევასება Tesla. გრამაგრა გადაარჩინა, რომ თქვა, რომ ავტომობილების წარმოებას თავს ვანებებო. ანუ იმდენად ცუდი მანქანები ყავს Tesla-ს, რომ საერთოდ გამოაცხადა, რომ თავს ანებებს ავტომობილების წარმოებას და გადადის ავტომობილებისთვის ავტოპილოტის სოფტის წარმოებაზე. რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ბიზნესის თვალსაზრისით. რამდენიმე მოდელს დავიტოვებო? ანუ ეს S მოდელ S იქნება, მოდელ 3-იც და მოდელ Y-ც მიყვება. რამდენიმე მოდელს დავიტოვებო? თუმცა ეს მოდელები არ არის ჯერ დადასტურებული, რომ ნამდვილად ესია, უბრალოდ ესეთი ინფორმაცია გავსელდა. რამდენიმე მოდელს დავიტოვებო და Tesla რობოტებზე და ასე შემდეგ გადავიდე. Tesla რობოტს ვაფშე არ გამოუშვებს, ასე მგონია. მაგრამ, როდესაც შენი კომპანია ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, იქ თავარი არის hype. ეგ დაახლოებით რაც გავს იცი YouTube-ზე რო შეიძლება ვიდეო ნახვები კონდეს, მაგრამ პროდუქტს ვაფშე ვერ ყიდდეს რა. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. ხო არის რომ YouTube-ბერები არიან სიტყვაზე ვიღაცეები და მე გამიგია რომ აი მაგათა რეკლამა გავაკეთე და ვაფშე ნახვა არ ქონდა და არ მუშაობს ეს და მე იმას უხსნი რომ ბიჭო მაგაზე იქ რო გააკეთე ის ბევრი ნახვა რო აქ ბავშვის ნახვა სიტყვაზე. მაგიტო ვერ იმუშავებს, შანსი არ არის რა და შეიძლება ერთი 10 ჯერ ნაკლები ნახვა კონდეს რომელიღაცა არხს, მაგრამ 20 ჯერ მეტი გაგიყიდოს იმაში რომ რეკლამას გააკეთებ. იმიტომ რომ იმას ბავშვი კი არ უყურებს, იმას უყურებს ის ტიპი, რომელიც იმ პროდუქტზე გადაწყვეტილებას იღებს ოჯახში. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის, მანდაც რომ ეგ ფასი, რაც Tesla-ს აქვს, არის თავიდან ბოლომდე მოლოდინები, თორე ბევრად მეტი აქვს მოგება Toyota-ს, მაგრამ ეგ ფასი არ აქვს რა. ხო და ეგ თემაა რა, მაგიტოა გადაფასებული ასე მგონია. როდის გამოდიოდა ყველაზე კარგი საუკეთესო მანქანები რომელ პერიოდში, რომელ წლებში? 90-იანებში. კონკრეტულად რომელი მოდელი? 140, 500. მაგ პერიოდიდან მე აი არ ვიცი რატო რა, მაგრამ ძალიან მომწონს 36. ანუ მაგრამ მევასება, თუმცა ისეთი მაგარი მანქანა ვერ არის, პროსტა მე მევასება. არ არის ეგეთი მაგარი მანქანა, რა გავაკეთო, მე მევასება პროსტა. ეგ Porsche 964 გამოვიდა მაგ პერიოდში, რომელიც არის ყველაზე შესისხორცებული სპორტკარი მძღოლთან, ეგეთი აი როგორი რაღაცა იცი? ემოცია კი არ არის იმდენად, უფრო არის ეფექტურობა რა. შეიძლება ემოცია ვაფშე არ ქონდეს, მაგრამ ისეთი ეფექტურია, რომ აი გონი არის, აი კროქსები არის რა ჩვეულებრივად რა. ანუ რაღაცა იმას რო იწვევს. AirPod-ის პირველი AirPod-ი რო იყო, ყურზე რომ ეკეთა ხოლმე და მავიწყდებოდა რომ ყურზე მეკეთია, ეგეთი არის რა. აი რაღაცნაირად გონია რომ შენი სხეულის გაგრძელებაა 964 930 ეგეთი არ არის. 930 ეგეთი არ არის. და არც 993 არ არის ეგეთი. 964 არის ეგეთი, იმენა 964. ეგ და ყველაფერი მაგ დროს გამოდიოდა რა 850 რა მაგ დროს არ გამოდიოდა მე მაგრამ მევასება შეიძლება დიდი არაფერი მანქანა არ არის მაგრამ მე მევასება მეც მევასება 850-იც მაგარია არაფერი არ არის დიდი მაგრამ მევეს ყველაზე მაგარი მანქანა არის E9 მე ვიძახი სერიულებში თორე არასერიულებში თუ გადავედი Z8 ესა რა ქვია 53 წელს რო გამოუშვა Z ეგ და მაგან კიდე გამოუშვა რომელ წლიანი იყო ეს ან 58-ში გამოუშვა ან 60-ში BMW-ს ისტორიაში მაქვს მოყოლილი მაგ მანქანაზე დიდრული მანქანა გააკეთეს პირველად და Mercedes ჩაძირა ეგ მოდელი იმიტომ რომ ძალიან მაგარი Mercedes-ი გააკეთა მაშინ იმან რა მაგრამ მაგარი მანქანა გადაცემათა კოლოფი დააყენეს უკან და რაღაც ეგეთები ჩალიჩეს და მაგარი მანქანა არ მახსოვს რა მოდელია რა მახსოვს ეგ ვიდეო შენი კი ხო მოკლედ ეგ არის და ყველაზე მაგარი მანქანები მაგ დროს გამოდიოდა რა და აი ხო შანსი რო გქონდეს ვიღაცამ რო გითხრას რომ შეგიძლია წახვიდე ნებისმიერ დროში და რა მანქანაც გინდა გყავდეს აი რომელ დროში წახვიდე და რა მანქანა გეყოლებოდა მე შემიძლია რომ ეს მანქანა სხვა დროში გადავიყვანო უფრო გართულა ზუსტად ვიცოდი რომ ასე იზავ კაი ეგრე ვქნათ კი მაშინ 1990 იმაში რა ქვია 1990-იანებიდან ავიღებდი McLaren F1-ს აჰა და წავიყვანდი 1960-იან წლების ამერიკაში აჰა
იქნებოდი უკან მომავლის წარსულში რაღაცა ეგეთის გამოდიოდა. ყველაზე მაგარი პერიოდი. მე ჩემი ნება რო იყოს, დავიბადებოდი 1950 წელს ამერიკაში. წარმოგიდგენთ 20 წლის რო ვიქნებოდი მომიწევდა 1970-იანები, როკ-ენ-როლის და ეს 1979 წლის დოჯ ჩარჯერის ხანა. კაკრას ის დრო იქნებოდა. იმპალასაც იყიდო. ხო, იმპალასაც ვიყიდდი. წარმოგიდგენთ ეგ პერიოდი იქნებოდა. თავისუფლება ჯერო ეს არ არსებობს რა. შიდა ის უნდა იყოს შიდა წვიზრაობის რეგულაციები რო არ არსებობს და მანქანებს რო ღვედები არ აქვს და ნამდვილი მამაკაცები რო დადიოდნენ რა მანქანებით. ეგ პერიოდია, წარმოიდგინე. მოვესწრებოდი ფორმულა 1-ის ყველაზე საშიშ პერიოდს. ხო, ეგ მაგარი. რალის პერიოდი აღორძინება. რალის ბეკლას მოვესწრებოდი, წარმოიდგინე რა. და ეგეთ რაღაცებს მოვესწრებოდი. და თან ყველაზე საინტერესო ისაა რომ მაგ პერიოდში ვიქნებოდი იმ წლოვანების რომ მაგ ყველაფერზე ვივლედი და ვიკაიფებდი რა. და სიბერეში გარდამტეხი მასაც შეხედავდი საითმედის სამყარო და კაკრას რო ის თემები წამოვიდოდა რა, რომ აი ელექტრომობილები და რაღაცეები მე უკვე საკმარისად ბებერი ვიქნებოდი რომ მაგაზე არ მედარდა და ვიტყოდი რომ თქვენი პრობლემაა თქო და ხო, მე ჩემი ვიცხოვრო. მოვტრიალდებოდი, ხო. ხო, მართლა. მაგაში გეთანხმები, კი ბატონო. აი პირველად გეთანხმები. ერთი მანქანის ყოლა რო შეგეძლოს მთელი ცხოვრება, რა მანქანა გეყოლებოდა? Toyota Camry ალბათ. რატო? აი პრაქტიკულია რა, იმენა ჩუსტია. ამოიცვი არის. ანუ ნახე მანქანის სიყვარულს ახლა შენ ვერ მასწავლი. მაგ პასუხს არ მოველოდე. მანქანის სიყვარულს ვერ მასწავლი, მაგრამ ის McLaren F1-იც ყოველდღეს იარულისას რა გამაც არაპრაქტიკულია. აი Mercedes-ი რატომ ეყენა და ჯეტორით რატო დავდიოდი? იმიტომ რომ აი საბენი ხარ დაუშვათ. იმას ყველგან ვერ მიაყენებ. დაყენებისას ფიქრობ, რომ აი ბორდიუს დისკი არ მიუდო და ეგეთი რაღაცეები და ამას რას გონი თავდივარ ხოლმე ბორდიულზე და ეგრე ვაჩერებ რა, ხო ხტე ბორდიულზე კი არ ვტოვ ეფექტი არ ვფიქრე, ესე ავე ჩამოვალ ხოლმე და გავაჩერებ. რო ვიყიდე 2 დღის ნაყიდი მყავდა და ვენდისზე შევდივარ დრაივზე და ხმა გავიგე რა და მეთქი დისკი გავოსვით ქომაჟორი თქო და პროსტა ბაჟდი გადმოვწიე ცოტა რული რომ გაჩერებული იყო ის და გავაგრძელე გზა. არც შემიხედავს. აი ეგაა რა პრაქტიკულია მიხვდი? ხო, დღევანდელ ცხოვრებაში გჭირდება. ხო, მოკლევადიან პერსპექტივაში კარგი მანქანა კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრაქტიკული მანქანაა აუცილებელი. როგორც ახლა შეიძლება ძალიან ლამაზი გოგო კაი იყოს ცოტა ხანი რომ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ცოლად არ მოიყვანო რა, ეგეთ თემა. ეხა ერთი კითხვა მომივიდა კიდე და ბარემ მაგასაც გკითხავ. შენი აზრით აი ავტოსპორტის სიკვდილი ჩემი აზრით ავტოსპორტი მიდის სიკვდილისკენ რა, იმიტომ რომ ანუ დღესდღეობით მარტო დრიფტი ჩანს და ფორმულა საქართველოზე თუ ლაპარაკობ ხო? სოფლიოზეც ფორმულა ძალიან თავიდან ბოლომდე მარკეტინგული გახდა და რალის და ასეთ სპორტებს აღარ აქვს ისეთი, აი 24 საათიანი გამოცოცხლდა, იმიტომ რომ Verstappen-ი გადავიდა და იწყებს იქ აქტიურად სიარგულს. და ავტო ინდუსტრიის ამ ხრივ წაყვანამაც გამოიწვია? თუ უფრო აი რეგულაციებმა და ეს ანუ ჰუმანურმა დამოკიდებულებამ ადამიანის სიცოცხლის მიმართ და ასე არა ფერი ჰუმანური დამოკიდებულების თემა არ მგონია, მანდ ბიზნესი იყოს რა, პროსტა რა არის, იცი? მე ვერ ვიტყვი რომ ფორმულა 1 კვდება, იმიტომ რომ ეს თუნდაც აი DRS-ები არ მოწოს ზოგს და ასე შემდეგ რა, ეხლა რო კიდე ის დაამატეს. ძრავში შეზღუდო რო გააკეთეს, რომ ბუსტის ის რომ მოუხსნეს ძრავიდან, რა ქვია, ბუსტზე რო გაყავდა მარტივად. აუ რა ქვია. კი, ვიცი, როდესაც რაზეც გაგიჟებული მაქვს. ეგ რომ მოუხსნეს, აი ეგეთი რაღაცა, რის გამოც მე პრესტარტი დაუმატეს. აი ეგეთი რაღაცეები რო დაამატეს რა, ჩემთვის მაგან ფორმულა 1 არ მოკლა, უფრო სტრატეგიული გახადა და მე სტრატეგიული სპორტი მევასება. არა, სპორტი არა აუცილებელი გამოხვიდე და უხეში ძალითია რომ მარტო რა, სტრატეგიული სპორტი ისიც ძალიან. რალი, იმიტომ მევასება რომ სტრატეგიული სპორტია. შეიძლება რაღაც დღე გაწიროან, ეტაპი გაწიროს საერთოდ, რომ ჩემპიონატი მოიგო რა და მე ეგეთი რაღაცები მევასება. იცი რა არის ფორმულაში? მე რაც არ მომწონს ერთადერთი. ის არის რომ მანქანა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული არის დღესდღეობით გუნდზე. მე ძალიან მოწონს. Ferrari-ზე და ასე შემდეგ. აი ძველ ფორმულაში მანქანა ძირითადად დამოკიდებული იყო ხოლმე პილოტზე. მაგაშია საქმე, რომ ავტოსპორტი გუნდური სპორტია. კი, მაგრამ ანუ აღორძინების ხანა იყო, როცა პილოტზე. შალიკას რო ის არ ყოლოდა, ის გუნდი არ ყოლოდა, ვინც ყავდა რამეს მოიგებდა?
კი, მაგრამ შალიკამ ხო ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგას. ბიჭო, ხო და არასწორად მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული. არა, ერთ ადამიანზე არა, მაგრამ ნახე, ფორმულას აღორძინების ხანაში ჩვენ ისტორიაში რო დაგვრჩა ისეთი მრბოლელები, როგორც არის აირტონ სენა, ლაუდა და არ არის, ანა, გაჩედი ეგრე არ არის რა. არასწორად ვდგები მაგ საკითხს და გეტყვი რატო. უყურე, აი მაგალითად დავიღოთ შალიკას მაგალითი. შალიკამ რო ჩემპიონატი მოიგო და დრაგიც რო მოიგო ერთ და იგივე, აი მაგარი რაღაც გააკეთა, ერთ წელს მოიგო ჩემპიონატი, დრიფტის ჩემპიონატი და დრაგიც ერთ და იგივე მანქანით. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ შალიკა ბანძი ტიპია და თიმი ყავს მაგარი, ან ისეთი მაგარი ვერ არის. მანდ გამოჩნდა შალიკას სხვა თვისებებიც. მაგალითად ლიდერული თვისებები რა, რაც გულისხმობს, რომ მაგან ეგ თიმი შეინარჩუნა, სწორად განალაგა, ხალხის მენეჯმენტი ძალიან რთული რამეა რა. ეგ თიმი შეინარჩუნა მთელი რამდენიმე სეზონი, სწორად გაანაწილა ადამიანები თავის პოზიციებზე. დიდი ალბათობით ვიღაცა გაუშვა კიდეც, ვიღაცა მოიყვანა, ხო ხვდები? მანდ ჩანს, რომ რბოლელი მხოლოდ საჭე კი არ არის, რომელიც შეიძლება საჭეზე მაგარი იყოს და მერე სახში წავიდეს და ცოლს ურტყავდეს და ემაშვებოდეს, რა ქვია, თანამშრომლებს აგინებდეს. მანდ გამოჩნდა, რომ პიროვნულადაც განვითარებული ვიღაცაა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. გამიგე? მაგრამ დღევანდელ დროში რომელ რბოლელს ხედავ, აი ფორმულაში აიღე ეგეც. პიროვნულად განვითარებული. რბოლელებზე ხო და მაგაშია საქმე რა, რომ სპორტსმენებზე ადამიანები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ ხოლმე და საერთოდ არ არის ეგრე. ნახე რა არ მომწონდა მე სპორტში ადრე ძალიან ფეხბურთელი რომ მაგრა თამაშობდა, იმაზე ხალხი აბოდებდა, მაგრამ ის ფეხბურთელი შეიძლება და სახში წასულიყო და ცოლი გაელახა და რაღაც შვილზე ეძალა და რა. ხო და თემა იმაშია, რომ მე სპორტსმენი დღესაც ჩემთვის არის დაახლოებით ისეთი ტიპი, როგორც ადრე იყო გლადიატორი რა. იმან მე უნდა გამართოს, მაგრამ იმას მე პატივს არ ვცემ. იმის გამო, რომ ვიღაცა, იმის გამო, რომ მესი ბურთს-მაგრა თამაშობს, მაგის გამო მე მას პატივს არ ვცემ. პატივის ცემა რომ დაიმსახუროს, სხვა რაღაცეები უნდა დამანახოს კიდე. მიხვდი? იმის იქით რაც ხდება. გავიგე, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის. ფორმულა 1-ში მე ვერსტაფენი კი არ მევასება რა, სიტყვაზე, ან ის კი არ მევასება, რა ქვია მაგას. ლეკლერ. არა, მერსედესში რო იყო ეხლა. ჰამილტონი კი არ მევასება. მევასება ტოტო, რა ქვია, მოსახელებზე. დამეხმარე, ტოტო ვულფი. ტოტო ვულფი არ ქვია? მერსედესის ხო, მერსედესის დირექტორი ვინც არის. ეგ მევასება, რომ ეს თიმი შეკრა, ეს მანქანა, ანუ ეს ყველაფერი დაამენეჯმენტა. ჰამილტონს პატივს ვცემ როგორც ნიჭიერ მრბოლელს. გამიგე? როგორც პიროვნებას არა, როგორც ნიჭიერ მრბოლელს, მაგრამ როგორც პიროვნება მევასება ტოტო ვულფი. მიხვდი? ანუ ნახე, სხვადასხვა ადამიანები წამოწია ადრე სპორტსმენი ჩანდა და ვინც ამ სპორტსმენის გამარჯვებას ქმნიდა, ის არ ჩანდა და ახლა სპორტში ეგეთი ხალხის დაფასდა, რაც სწორია. ადრე ხო მედია არ იყო, ნახე რა ვამბობ, ადრე იყო. რა არ იყო მედია? ხო, მაგრამ ნახე, ეხლა თუ მაგალითად ჩვენ ვართ რაღაცა გუნდში არის სოციალური ქსელები, სადაც მეც შემიძლია ვაჩვენო ჩემი წვლილი. ადრე ვიღაცაზე იყო ადამიანი დამოკიდებული, იმას უნდა ეჩვენებინა. მესმის, მაგრამ ეხლა შენიღბული მესმის, მაგრამ ეხლა ის მრბოლელი და ის დირექტორი იმ ინჟინერს რო არ მოუფრთხილდეს, რბოლას წააგებს. ადრე შეიძლებოდა ინჟინერს არ მოფრთხილებოდა ტიპი რა, გაეგდო უფრო ცოტათი ნაკლები აეყვანა და მრბოლელის ნიჭის გამო მოეგო, ანუ ერთი კაცი სპორტი იყო. მაგრამ ახლა ინჟინრის შრომას დაფასდა რა და სპორტი ეგაა, ჩემი აზრით. სპორტი ის არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობოს. ჩემი აზრით სპორტი არის, რომ ადამიანებმა საკუთარი თავის გამოვლინება და ადამიანის შესაძლებლობების ჩვენება შეძლონ. და ადამიანების შესაძლებლობების ჩვენება მარტო მრბოლელზე არ არის. უკან ინჟინრები ყავს იმას, რომლებიც ასევე უნდა დაფასდეთ. და მრბოლელს მხოლოდ კარგი მრბოლელობა აღარ კმარა. მე ვიცი საქართველოში ძალიან ნიჭიერი მრბოლელები, რომლებიც შეიძლება შალიკაზე ნიჭიერები არიან, მაგრამ იმის გამო რომ ადამიანების მენეჯმენტის უნარი არ აღმოაჩნდათ და პიროვნული თვისებები არ აღმოაჩნდათ, საკმარისი, ვერაფერი ვერ ქნეს. კი ბატონო. გამიგე? მაგაშია ძალიან, ანუ ადრე თუ უბრალოდ ნიჭიერი ის ფასდებოდა, ვინც საჭესტრიალი იცოდა და პიროვნულად შეიძლება და საიზღარი ადამიანი ყოფილიყო, დღეს სხვანაირად გადათამაშდა ეგ ყველაფერი რა. მაგაში გეთახმები. ადრე შეიძლება და მრბოლელი ცეხავი კი ყოფილიყო და მაინც მოეგო და დღეს ვეღარ მოიგებს ცეხავი. მაგაში გეთახმები, მაგრამ მე ერთი იმაში ვერ გეთახმები, რომ ფორმულა ეს არის, რა ქვია, უკან არ მიდის რა. მაგაში ვერ გეთახმები. ჩემთვის მე ნახე, შეიძლება რომ ერთმანეთს არ დავითახოთ რაღაცეებში, უბრალოდ მე ხსნი რა მომწონს. კი ბატონო. კაი, მაშინ ახლა ცოტა გადავუხვიოთ სხვა თემაზე. ბენზინი, დიზელი თუ დენი?
ბენზინი გააჩნია რისთვის გინდა. ეგ შეუნდა მითხრა. გოლფქარისთვის ალბათ დენი ჯიპისთვის, დიდი მანქანისთვის დიზელი და შენ გამოყენებაში რომელი ჩემ გამოყენებაშიც მასია. მარტო ერთი რაღაცა ხო არ მევასება. მე სპორტული მანქანებიც მევასება, ჯიპებიც მევასება და ისიც მევასება, რა ქვია, გოლფქარებიც მევასება რა. ანუ ყველაფერი მევასება. რედი რაც დადის, ყველაფერი მევასება მოკლედ რა. შეუძლია არჩევა. რაც არ დადის, თუ ავამოძრავებ, ეგეც მევასება. კაი, ქალაქში რომელი გირჩევნია? აი, ეხა უნდა მითხრა სხვა გზა. ქალაქში რომელი მირჩევნია? ქალაქში ალბათ მაინც უფრო ბენზინი მირჩევნია რა. ბენზინი. ხო. კი. უფრო კომფორტული და ესეთი. ხო. ეხა გისვა ძალიან ისეთ კითხვას. ხო. აი, ვიცი, ახლა ნერვები დამაწყდა. მე BMW თუ Mercedes? BMW თუ Mercedes-ი? რავი, არც ერთი. BMW თუ Mercedes-ი, ანუ რომელი ჯობია ეს ორი ბრენდი ერთმანეთს? ჯობნით Mercedes-ი ჯობია, მაგრამ ჩემთვის არც ერთი. ხო ვიცოდი. ისტორიით, მე ინჟინერის წვლილით, ნახე, მარტივად დაგიმთავრებ. BMW რო არსებობს Mercedes-ის დამსახურებაა, მორჩა. გავიგეთ. Mercedes-მა შექმნა მანქანა. ისეთად როგორიც დღეს ვიცით, Mercedes-მა მიცა BMW-ს მაგალითი, რომ აი მანქანა უნდა იყოს ასეთი. რაც არ უნდა ქნას BMW-ს, სულ რომ ვენები გადაიჭრას, ამისი მადლობელი უნდა იყოს, რომ არსებობს. მორჩა დამთავრდა მაშინ. თუ ეგრე უდგებით, რაციონალურად რო შევხედოთ, რომელი უფრო მაღლა დგას, Mercedes-ი უფრო მაღლა დგას. რომელი ჯობია? მაგას გეკითხები. კი, ანუ როგორც მანქანა. რაციონალურად Mercedes-ი და ჩემთვის არც ერთი. ინჟინერია დღესდღეობით რომელი ჯობია? დღესდღეობით? ხო. არ მიფიქრია, დაჟე არც მიფიქრია იმდენ უაზრო კითხვა. აი რატო უნდა ვიფიქრო Mercedes-ი ჯობია თუ BMW? აი შეგიძლია ამიხსნა რა უაზრო კითხვა. იმიტომ ავტობლოგერი ხარ. არა, ეგრე არ არის. მე ვფიქრობ კონკრეტული აი Mercedes-ის M4 ჯობია თუ ესა ბოდიში BMW-ს M4 ჯობია თუ Mercedes-ის C63. აი მაგ მკითხე თუ გინდა. დღევანდელ დროში BMW-ს ნებისმიერი მოდელი ჯობია ინჟინერია. არა, ეს ყავს ვერ ჯობია მე-7 სერია. რას გავს მე-7 სერია? აი ვინც ეგ დააპროექტა, მე ვინც ეგ დაამტკიცა და მე ვინც მაგის წარმოების უფლება მიცა, უნდა გაყო ეგ მანქანა სამ ნაწილად და თავში უნდა. სპორტული მანქანები ავიღოთ. BMW ინჟინერულად ჯობია Mercedes. ვერა. სპორტშიც რო ავიღოთ. ვერა, GT-ერი Mercedes-ი. რომელი BMW ჯობია Mercedes-ის GT-ს. აი Mercedes-ი ყოველთვის იყო ერთ რაღაცა მოდელს გამოუშვებდა, ერთ რაღაცა მოდელს გამოუშვებდა და ჩვენ ეს ერთი ყავს და всё, აი მაგალითი მომიყვანე. მაგალითი არ ქეთმაღალი ლოჟა არ იყო. მაგალითი AMG-ვანი გამოუშვდა ჩვენ AMG-ვანი გამოუშვით. ეხლა აი Nürburgring-ის რეკორდი გვაქვს, რო გააპრავეს Hypercar-ი ვითომ ჩვეულებრივ მანქანად რაღაცა ისინი რო გაუკეთეს პატარ-პატარა ჩინელებს რო მიკროლი, ესა რა ქვია, მატყურა ცხაურები, ეგეთი რაღაცები რო გაუკეთეს, რო ვითომ საქმე გააკეთა. სერიული ისარი და აი Hypercar-ი გამოუშვეს ტიპებმა და ჩვენ იმას ვქენთ. საქმე გააკეთა ბავშვი. ეგ არის მარკეტინგი, მეტი კი არაფერი. ეგენი არის ანუ უბრალოდ მოლაპარაკე ტიპები რა. ანუ ნახე, არა ირაციონალური ხარ. რაციონალურად Mercedes-ი როგორც კომპანია და ბრენდი, როგორც ბრენდი უფრო მაღლა დგას ვიდრე BMW. მაგრამ ახლა მე BMW-ს რაღაც მოდელები მირჩევნია Mercedes-ს და Mercedes-ს რაღაც მოდელები მირჩევნია BMW-ს და ერთის დედაცვატირა და მეორესის არც ერთისგან შემოსავალს არ ვიღებ. არც ერთი, ანუ ნახე, მე ვერ ხვდები ვერასდროს რატო უნდა ვიყო რომელიმე მანქანის ფანი. ის იყოს ჩემი ფანი, მე უნდა ვიყიდო, ფურს მე ვხდი, ხო ხდები. მე ვარ მომხმარებელი. ნიკა აბაშიძის ფანი, მე ვარ მომხმარებელი, იმან უნდა იფიქროს ჩემზე, მე იმაზე რატო უნდა ვიფიქრო. ერთი მაგის დედაცვატირე რა. უყურე ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი რა. Mercedes-ის შეურაცხყოფისთვის ან BMW-ის შეურაცხყოფისთვის რატო უნდა ვეკამთო ვინმეს? მე რო ვინმე შეურაცხყოფა მომაყენოს, BMW-ის დირექტორი დადგება და ვინმე სკამას დაუწყებს? ხო არა? არა, მე სარი უთხრია რა. კაცო, მე უბრალოდ შე რომელი გირჩევნია თქო, მაგას გეუბნებ. არც ერთი. რაღაცა მოდელები BMW-ს მირჩევნია, რაღაცა მოდელები Mercedes-ს მირჩევნია და რაღაცა მოდელები ორივესას რაღაცა მოდელებზე მირჩევნია Toyota. მე მაინც მქონია რომ BMW უფრო მოგწონს. კაი. ეხლა პროსტა დათვალეთ ხალხო, რამდენი BMW ჩამოთვალა, როცა კარგ მანქანებზე საუბრობდა და Mercedes-ი რამდენი თქვა, აი აქ დამთავრდება ყველაფერი ჩემი აზრით. ის შეიძლება მონტაჟის ეს რო გავაკეთოთ BMW 1, 2, 3 რამდენჯერაც ახსენებს რა დავთვალ. კარგი, მაშინ როგორი რაღაცა გავაკეთოთ, იცი? ასევე გავაკეთოთ მადრიდში რამდენი ვარსკვლავი იყო და ბარსაში რამდენი ვარსკვლავი იყო და მე ვთქვათ მესი ჯობია თუ რონალდო და ერთი უბრალოდ მესის ავიღებთ, ესე დავდებთ აქეთ ხარეს და всё, ესენი აზრი აღარ აქვს. კი, სხვათა შორის ფეხბურთში დიდად ვერ ყვევი, მაგრამ
მესი ჩემთვის ყოველთვის ეგრე არის. ბევრად პატივსაცემი პიროვნება, ვიდრე რონალდო. რონალდინო რატო არის პატივსაცემი პიროვნება? ერთი ნარკომანი ტიპი იყო, გაზარი არა, მაგრა თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ აი ესე არის ხალხო. ბავშვობიდან ესე არის. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ანუ ნარკობარონებისთვის დაიჭირეს. არაფერი ნარკობარონებისთვის არ დაიჭირეს, დაიჭირეს იმისთვის, არა. არიცი და იმას ლაპარაკობ რაც არიცი. დაიჭირეს იმის გამო რომ იმას რა ქვია, საზღვარს კვეთდა გაყალბებული პასპორტით. აი ნუ შენ გინდა მითხრა ხა რომ ნარკოტიკთან არაფერი შეხება არ ქონია რონალდინიოს. შეიძლება ყნოსავდა, მაგრამ ნარკობარონებაზე არ დაუჭერიათ რა. აი ნარკოტიკის მომხმარებელი ხო ნარკომანი როჟა არის. მე რა ნარკომანი როა რა მე. ანუ ჩემთვის სრულიად საკმარისი არა აპაპ გაჩერდი არ თქვა. ჩემთვის სრულიად საკმარისი მიზეზია იმისთვის რომ ადამიანს არ გაოფანატო. ანუ ნარკომანი რა შეიძლება იყოს დადებითი მხარე. აი მაგარ მაზიანს დაგიდებ, ძალიან მაგარ მაზიანს დაგიდებ და აი შენ რა პროდუქტიც გევასება, მაგისი 90% ზის ან კოკაინზე, ან ნადერალზე, ან LSD-ზე. იჭდეს. ხო და მე იმას არ ვამბობ რომ რატო ზის მეთქი. ხო და მაშინ ვინც გევასება ეგეც? ვინ გევასება მითხარი? ვინ გევასება მითხარი? პიროვნულად ვინ გევასება? პიროვნულად ვინ მევასება? ადამ სენდლერი. ადამ სენდლერი შენ გონია რომ ფხიზელი დადის ხოლმე? შენ გონია ადამ სენდლერს. არა, მე არ ვამბობ რომ ეცა მომის გაჩერდი, შენ გონია რომ ადამ სენდლერს 18 საათიანი გადაღებები რო აქვს, ყავით კაჩავს 18 საათიანი გადაღებები. მე არ ვამბობ რომ ნახე ისინი ნარკოტიკს არ იღებენ, მე ვამბობ უბრალოდ რომ არის მომენტები, როცა ვიღაცა თავს ვეღარ აკონტროლებს, მაგ ვეღარ კონტროლში რო გადადის და უკვე არ არის მასე, არის ადამიანზე არის ეგ ერთი და მე მეორე რა, ნახე ადამიანი შეიძლება რაღაცას მოიხმარდეს რა და ეგ არის თავისთვის რა, ხო ხდება. ის თუ ოჯახს არ აუბედურებს მაგითი. ეხლა რონალდინიო არის მილიონერი რა, რამდენიც არ უნდა დახარჯოს მაგ რაღაცეებში, არავის არაფერი არ მოაკავება რა. საზღვრის გადაკვეთა ყალბის საბუთებით უწევს მაინც. საზღვრის გადაკვეთა ყალბის საბუთებით რატომ მოუწია არ ვიცით და ნუ ლაპარაკობ ისეთ რაღაცაზე რაც არიცი. გამიგე? მაგას ჯობია გაჩუნდე. იმიტომ რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. არა, უბრალოდ არ შეიძლება, უსამართლობას ვერ ვიტან რა და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. ადამიანმა რომ ყალბის საბუთებით გადაკვეთა საზღვარი, მაგის გამო ნიშნავს რომ ცუდია. გამიგე? იქნება ყველას გაუკეთებია რაღაცა. აბა რა. არ შეიძლება. ყველას გადაგუკეთავს კაკმინი მომენტ. ნახე რომ ითხრა რომ აი ვიღაცა პედოფილია ხო ბაზარი არა. ეხა პედოფილი რო არის მაგაზე ერთი წამი არ შეიძლება. ვერ გავაправებ. არც გავაправებ, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია პედოფილი, მოძალადე და ცხოველებზე მოძალადე რა. ჩემთვის ყველაფერი მიუღებელი. მაგრამ ეხა ადამიანმა რომ საზღვარი გადაკვეთა, აი საზღვრები ვაფშე ილუზია რა, არ უნდა არსებობდეს მე თუ კითხავ რა. საბუთი არის უბრალოდ ვიღაცამ რომ რაღაცა ის იმასკნა რომ აი უნდა დავიტყვე. საჭირო. როგორც ასეთი, როგორც მოთამაშე და როგორც შოუმენი რონალდინიო რო იყო, ასეთი ვერავინ ვერ. გეთანხმები, მე უბრალოდ ერთადერთი ის თქვი თავიდანვე რომ ჩემთვის აიდოლ პიროვნება არ არის თქო. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი. აიდოლი ადამ სენდლერი ხოა? ადამ სენდლერის რატო არის ნარკომანი შენი აიდოლი? ჩემი აიდოლი თუნდაც ხო? ანუ ესე აფიშირება არ ხდება რომ ის ნარკომანია. ამაზე სათდება. აი რონალდინიოს სანწასაი რო იკეთებდა ერთი ძალიან მაინტერესებს. მორან რონალდინიოზე გეხვეწები ანუ მოედნის იქით. რამე ანუ აი ესეთი ის არის სადაც გადახვევა არა კანონიდან ტიპს. რამე არის ანუ მე რა. სადმე რამე სტატია მე რა ძალიან ბევრი უაზრო კანონი არსებობს. ანუ ძალიან ბევრი უაზრო კანონი არსებობს მე თუ მკითხავ რა. წავიდა ტიპი შაბათკვირას გაერთო რა და აბა რა კაცო შეჭამეთ ერთი იმის გამო საბუთის გამო ეხა რონალდინიო ეწერებოდა თუ ისა რა ქვია ნიკა რა მნიშვნელობა აქვს იმას პირობებზე რა შეხედა ხო ისი ვინც არის პირობითია ყველაფერი კაი დაუსვე ხა ჩვენ სტუმრებს კითხვა რა კითხვა უნდა დაუსვე რა მე კითხვა დაუსვე რასაც პასუხს გასცემენ და საწოლს მოიგებენ რამდენი კილოა ბიგლუ დაწერეთ და ბევრი მინიშნება რაც უნდა იყოს იმაზე მეტი არის კაი, მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი. არაფრის. ხო, რა ვიცი. აღარ უნდა მოიწვიო, ძმას აღარ მოვიწვევ იმაში რა ქვია, იმიტომ რომ ბოლოს მაინც ნერვები მომიშალა, ბოლოს მაინც ჩუბამდე მივედი. ეგრე ხდება ხოლმე რას. ანუ არასო რაღაცას იძახი, არ შეიძლება ადამიანის გაკიცხვა მაგის გულისთვის რა, ანუ შენ არაფერს არ გიშავებს თავისთვის ახლა რაღაცა საზღვარი გადაკვეთა ერთხელ უსაბუთოდ. ვინმე გავკითხე. რა, საზღვარი გადაკვეთა ერთხელ უსაბუთოდ ეგ არაფერს არ ნიშნავს. გადააყოლეს კაცს უსაბუთოდ საზღვრის გადაკვეთა. ბოლო რა არის ვერ გავიგე.
კარგი, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და უყურებდით დაძმეს კინკლაობას. დაწერეთ კომენტარებში რამდენი კილოა ბიგლუ და მოიგეთ 50 ლიტრი საწვავი. კარგი კითხვა, სხვა შორის ვერ დაგუგლავთ და ამისთვის, ბიგლუს TikTok-ი მაინც უნდა ნახოთ, რომ გაიგოთ ეგ ყველაფერი. სხვათა შორის ხალხო ამ სპორტულებზე დამცინო და ანა ბანძის სპორტულებიო და ხო მაგარი სპორტულებია. იმენა, მართლა რონალდინიო სპორტულებია, ბარხატონი რაღაცა. იტალიურია. რონალდინიო სპორტულები ხო არა? დაწერეთ კომენტარებში, რომ მართლა კაი სპორტულებია და არ ტეხავს ამ სპორტულების ჩაცმა. ემაზე ის გახატია, გიორგი. თუ კაცი. მეგობრებო, დაწერეთ. სხვათა შორის სოპრანოსაცი ერთ სერიაში ეს სპორტული. Чао, какао, бамбино.